სკა თავად აცხადებს, რომ მისი სენდვიჩები და რაღაც რუღაცები ზედმეტად ჯანსაღია და შენც თავად გჯერა მისი, იმიტომ რომ ლამაზი შეფუთვაა და წინ ცილა აწერია. მაგრამ პრობლემა ისაა ის, რომ რეალურად სიმართლე ზოგჯერ შეიძლება მანიპულაციის საგანი იყოს. შენ შეიძლება კითხულობ ეტიკეტს და გაგონოს, რომ ინფორმირებული ხარ, მაგრამ სინამდვილეში შენ ხედავ იმას, რაც ბრეინს უნდა რომ დაგანახოს. მე როგორც პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის ერთ-ერთი მაგისტრი, ჩვენ ქვეყანაში დღეს დაგიშლი ელემენტარულად სკას პროდუქტებს ამვიდეოდან მინიმუმ 3 რაღაც წაღება შეიძლება. პირველი, როგორ ითვლის ან ვერ ითვლის ბრენდი მათემატიკას, როდესაც აქ მე ელემენტარულ მათემატიკას მიდგება კალორიების ნაწილში. მე გაჩვენებ რატომ არის დაწერილი ეტიკეტზე უბრალოდ რიცხვები შენთვის ხშირად უსარგებლო და ბოლოს გაჩვენებ სისტემა საერთოდ რა ხდება დღეს საქართველოსი ჯანსაღი ყოფის ბაზარზე და რას უნდა მიაქციო ყურადღება. დავიწყოთ ჩვენი პირველი ექსპონენტით. სკას ქათმის სენდვიჩი, რომელიც 15 ლარი და 45 თეთრი ღირსა, იმიტომ რომ ამას ადგილზე გიმზადებენ, რა თქმა უნდა, ეტიკეტი არ აწერია. სწორედ ამიტომ შევედი ვებსაიტზე და ჩემ ფეხები, რა თქმა უნდა, თუ ჯანსაღად ყოფა გინდა 9 უნდა გადავა 9 თავიანი დრაკონი დაამარცხა და ისე როგორ გინდა ჯანსაღი ყოფა. ამიტომ ვებსაიტზეც არ დამხვდა და მე შევედი Wolt-ზე. საბედნიეროდ სკა მას 12-ში არ დაბარაკინდა, იმიტომ რომ ნუტრიენტული ღირებულებები მენახა და Wolt-ზე ეწერა. სკა გეუბნება, რომ ეს სენდვიჩი არის 631 კალორია. საიდანაც შემადგენლობაში ცხიმი არის 26 გრამი, ცილა 33 გრამი, ნახშირწყლები 47 გრამი და ბოჭკო 6.1 გრამი. აი ხა იწყება აქ ძალიან საინტერესო ნაწილი და სკა არაფერი პირადული, მხოლოდ ხუბრობა ჩვენ თუ არ მოგკითხება იცოდა და ეხლა რასაც მივირთმევ მაგას განვიხილავ. ნუტრიენტების დათვლას რო ჩავუყვეთ, უნდა იცოდა რომ 1 გრამი ცილა და 1 გრამი ნახშირწყალი გაზობს 4 კალორიას. მაშინ როცა 1 გრამი ცხიმი გაზობს 9 კალორიას. აი ხა ეს ჩვენი მათემატიკა რო დავაჯამოთ და ყველა ცხიმი რაც კაში არსებული ამ სენდვიჩში გავუმრავლოთ 9-ზე. ცილები და ნახშირწყლები შევაჯამო და გავუმრავლო 4-ზე. საინტერესოა რომ ვიღებ 578 კალორიას. მიახლოებით 631 კალორიაო. პირველი აზრს ვფიქრობ არის ბოჭკოს კალორიები წესით არ ითვლება. ან თუ ითვლება ნახევარზე იყოფა, ანუ 1 გრამი ბოჭკო დაახლოებით 2 კილოკალორიად მეკუთვნის. ეგეც რომ გადავდო გვერდზე, გამოდის რომ დაახლოებით 42 კალორიას სადღაც აურთქლდა. აი ესე, იცი რატომ? იმიტომ რომ ჯანსაღი ყოფა ცხიმს წავს. ხონდა 50 კალორია. აღარ აქვს 50 კალორია. რეალურად ან ნუტრიენტები არასწორად ათვლი, ან რაღაცა გვშიგნით და ეგ არ ვიცით. ანუ 50 კალორიით ნაკლებს თუ მივიღებ ჩემზე, ბედნიერი კაცი არ იქნება და მეტყვი ხა შეეცვალ მისტერ 50 კალორია შეეშალათ, იქ შეჭამეო. არ მაქვს პრობლემა, კალორიული ნორმები არ არის პრობლემა, პირიქით. ზოგ კომპანიას კალორიული ნორმებიც კი არ უწერია თავის ეტიკეტზე, მაგრამ რახას სკა აკეთებს განაცხადს, რომ არის პირველი წამყვანი კომპანია, რომელსაც უნდა გააჯანსაღოს ჩვენი საქართველოს მოსახლეობა, მე თქვენგან მეც მოვითხოვ, ისე სხვა კომპანიებო, სადამ თქვენ მოგდგებით, ჯობია ჯერ სკას მიბაძოთ და მე თქვენთანაც გადმოვალ სიზუსტეების შემოწმებაზე. და სწორედ ამიტომ რომ ეხა ეს ჩვენი კალორიები და რიცხვები არ იყოს მხოლოდ ბუტაფოლიური მარკეტინგი, მოდი სკას სხვა პროდუქტსაც ჩავხედოთ, რომელიც არის Red Royale. აქაც დაახლოებით იგივე კონცეფცია, მაქვს კალორიები დაახლოებით მსგავსია, თუმცა აქაც 50 კალორია არა 66 კალორია სადღაც აორთქმა. ისე პირველი შემთხვევაა, როცა იმაზე ნაკლები აქვს კალორიები პროდუქტს, ვიდრე ჯამში გამოდის. ანუ ბევრი კალორია აწერია. ზოგიერთი კომპანია რო იცოდეთ კალორიებს აკლებს და ცილებს უმატებს იმისთვის, რომ შენთვის პირველად მინძიდველი პროდუქტი გახდეს. სკამ პირიქით რო რამე იყოს 50 კალორიით დავაკლოთო, კი არა და მეტი დავწეროთო, რომ მე ვაბადო წონაში კლების გზაზე ხელი არ შეეშალოს და მე არ მოგვსდგეს. ანუ ეს სკაფორას გაძლევს 50 კალორიით. კალორიები არ არის მხოლოდ პრობლემა, ეხლა რატომზე რამდენო სკაზე, სკას დაფინანსებულები არ ვარ. არც სხვა სკას მსგავსი ჯანსაღი კომპანიების დაფინანსებული არ ვარ, სკას უძირი გამოუთხრათ ამ პროდუქტებს განვიხილავ, იმიტომ რომ თავად მე ვარ მომხმარებელი. გადარბენისას, აქსის, ლექციების გზაზე, ვენდისის, საბუეი და სკაროა, რას ავირჩევ? აუცილებლად სკას. სწორედ ამიტომ მე როცა მივდივარ და ვყიდულობ ქათმის სენდვიჩს, ეხლა გავიდივარ მეორე ნაწილზე. მე მინდა ვიყიდო ქათმის სენდვიჩი და არა სენდვიჩი ქათმით. იმიტომ რომ ცილების ნაწილს რო ჩაურმავდეთ, ჯამური ცილების რაოდენობა 33 გრამიდან, რომელსაც სკას ქათმის სენდვიჩი გაძლევს, მასგან დაახლოებით მესამედი უკავია არა ქათამს და ნახევარი უკავია საერთო ჯამში უფრო მეტად ყველაფერს გარდა ქათმისა. მესამედი მოდის პურისგან, როგორც კამეუბნება თავის გვერდზე 100 გრამი პურია გამოყენებული მთელმორწმოვანი ჯეს გამოც. ცილის დიდი ნაწილი დაახლოებით 11 გრამი სწორედ აქ იმალება. გაკეთებული აქვს ყველი, დაახლოებით 30 გრამი ვარაუდობ საიდანაც ნაწილი ცილების. მაქედან მოდის, ჩემ ქათამს დარჩა ცილების 16 გრამი. რაც ნიშნავს იმას, რომ აი ამ პროდუქტში დაახლოებით 55-60 გრამი ქათამია გაკეთებული. აი ეს რომ მე დავთვალე, ვიცი, სწორედ ამიტომ ქათამს ვაორმაგებინე. მართალია, დამატებით 3 ლარს ვიხდი და გამომდის სენდვიჩი 20 ლარი, რომელიც მაძლევს დაახლოებით 45-50 გრამ ცილას, მე მიღირს.
რომ მეტი ქათამი მივიღო, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ქათამი მინდა სენდვიჩი და არა სენდვიჩი ქათმით. მაგრამ ეხლა მოდის კითხვა, როცა მეუბნები ეს დალოცვილი რომ ჯანსაღი ყვება ძვირია და ჩემთვის მაგალითად მოყავს SKAS და სხვა ბევრი კომპანიის სენდვიჩები, იმიტომ რომ ესენი ჯანსაღები არიან. ეხლა გადმოვინაცვლოთ აქეთ ამ მხარეს და დავთვალოთ, რა დაგვიჯდებოდა ეს ჯანსაღი სენდვიჩი, ოჯახსაღო სენდვიჩი სახში რო გამეკეთებინა. ამისთვის დამჭირდება პური, რომელსაც სკაწყიდის, სექტორი D3-ს ერთი ცალი ესეთი ორეული დაგიჯდება დაახლოებით 2 ლარი. დამჭირდება ქათამი, რომელიც 1 კილოგრამი დაახლოებით 20 ლარი ღირს თან დამარინებული გემრიელი. 2 ლარი დამიჯდება დაახლოებით 100 გრამი ქათამი, აქ რაც 20 ლარი მიჯდებოდა. ამას დამატებული ავოკადო, რომელსაც ფოე მაღაზიაში 1 წელს 3 ლარ ნახევრად იყიდი, ნახევარი რო გავუკეთო, გეჩვენი ლარ ნახევარი. ანუ გამოდის ხომ ამ სენდვიჩის ფასში დაახლოებით 3 წელს 3.5 მსგავს სენდვიჩს დავიმზადებდი სახლში, რომელსაც მთელი კვირა მივირთმევდი ან ყოველდღე მივირთმევდი სადილზე ვახშამზე. ანუ რა გამოდის? ეხა პირველი რაც მიჩნდება აზრი არის, რატო ღირს ესეთი ძვირი ჯანსაღი ყვება SKAS-ში გაუხმად ცხვირი? SKAS-ში არ არის ამ პრობლემა. შენ თუ ეგეთი მაგარი ხარ და ჯანსაღი ყვება გარეთ გიძვირება, ადექიდან შენ თვითონ გააკეთე კომპანია და მე ფასტა წარმოებით ხალხი აიყვანე საწყალის 3 კაცი რო შევდივარ SKAS-ში და 37000 ვოლტის იმაზე მუშაობს, რა ქვია, შეკვეთაზე. აი შენ გააკეთე ეგეთი ბიზნესი თუ მაგარი ხარ და უფრო ნაკლები ფასი დაადე. თუ არ ხარ ეგეთი მაგარი, მინიმუმ რა შეგიძლია გააკეთო ჯანსაღი ყვების გზაზე არის წინასწარ დაგეგმო. წინასწარ დაიგუმა მათ შორის გულისხმობს სახლში გამზადებას და აი ამ პროდუქტის, რომელსაც შენთვის ვოლტის კურიერს საათნახევარი მოაქვს. ანუ შენ შეგიძლია დაახლოებით 2 საათი სამსახურამდე ატარო, გაამზადო, დააფასო და მერე მიირთვა. ანუ ამით რის თქმა მინდა, როცა საქმე მიდგება ჯანსაღ ყვებას, ყველაფერი არაფერი პრინციპი მკლავს. მაგიტო ვიზახე რომ თუ გარეთ უნდა ვიყვებო და მე ჩემ დროს ვერ დავხარჯავ, მაგიტო ღირს ძვირი ჯანსაღი ყვება. და მართალია, ოღონდ ახლა გულში ჩაიხედე. გულწრფელად მითხარე, შენი 1 საათი თუ იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე ამ ორ პროდუქტ შორის სამჯერადი განსხვავება იქნება. აღარებს ღმერთი, მაშინ იყიდე SKA და წუწუნი ფასზე შენი ხმა არ გავიგო. თუ შენ დრო შედარებით იაფი ღირს, გადაიწყო სახლში მზადება. დამერწმუნე ის დრო, რაც გიხარჯება ჯანსაღი პროდუქტების მომზადებაში და სახლში გაკეთებაში, აუცილებლად დაგიზოგავს იმ დროს, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში გეხარჯება იმაზე ნერვიულობაში, ვაიმეს კარაძური დამიჯდა. ან ამასთან ერთად კიდე პიცა თუ გამოიძახე, მერე მოგეძინება სამსახურში. სწორედ ამიტომ ჯანსაღი ყვება არის წინასწარ დაგეგმვა. თუ შენ ოქრო, ალმასები და ვერცხლი გაყრია, გააგზავნა და SKAS მithmeვა, როგორც მე ვაკეთებ ხოლმე ლექციის გზაზე. ოღონდ ეს არის იმიტომ, რომ ჯანსაღი ყვება ესე ძვირი ჯდება, არამედ იმიტომ, რომ მე ვერ გავთვალე ჩემივე დრო ლექციას. წასვლამდე რომ ჯანსაღად მეყვება სახლში. თუმცა SKAM თუ მეტი ცილა გინდა ნაკლებ ფასადო, აგერ მომცა პროტეინის ბოული, რომელიც დაახლოებით 11 ლარი ღირს, აქ არსებული პროდუქტების თვითღირებულობას არ არის 11 ლარი, თუმცა მაძლევს დაახლოებით 33 გრამ ცილას. აი აქ უკვე ძირთად ცხოველური ცილის წყაროები მაქვს და მე მცენარეულ ცილას კი არაფერს ვერჩი. უბრალოდ ჩემი მიზანი თუ კუნთური მასის შენება, წონის ადეკვატური მენეჯმენტია და მინდა ცხოველური ცილების წყარო, SKAM-ის საშუალებასაც მაძლევს. ეხლა კიდე რაღაცებს გეტყვი, რაც გარღვევები მაქვს მინიმალური ელემენტარული მათემატიკიდან დაწყებული, მაგრამ რაც მომწონს SKAS-ში არის მრავალფეროვნების საშუალებას გიტოვებთ. თუმცა შენ სადაც უნდა იყო ყურადღებით არის ის, რომ ერთნაირი ფასი, ერთნაირი ხარისხს არ ნიშნავს. პროტეინების პუდინგების სექციაში, უпростоრად პუდინგების სექციაში, SKAS-ში, დახვდები ბევრ პუდინგს, რომელიც დაახლოებით ერთნაირი ღირს, თუმცა ნუტრიენტულად სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. აი მაგალითად, ეს ჩვენი ჯანსაღი ჩიას პუდინგის მიქსი მიწისძვრის კარაქთან ღირს დაახლოებით 10 ლარი, 9 ლარი და 45 თეთრი, რომელიც გაძლევს ჯამში 491 კალორიას და თუ გინდა რომ ცილა ცხიმნახე წყალი გააჩიო, აქ ისე ბინოკლი გჭირდება, პროტეინი 16 გრამი, ნახრწლები 28 გრამი და ცხიმი 32 გრამი. ერთი თქვენ დიზაინერს მოგავისაუბრო ამ რიცხვებისა და გადიდება რა გაუხდა დიზაინში. ეს ახლა არის ჯანსაღი პუდინგის ვერსია, რომელიც შენ აქაც სცენარეული და ცხოველური ცილების მიქსი მაქვს. მე თუ ცილის შევსება მინდა. საიდან? ერთი ცხოველური ცილები მოდის ბზის პროდუქტისგან, მაწუნიდან, ჩიას თესლი, ბანანი და მიწისძვრის კარაქი ყველაფერი სცენარეული ცილების წყაროა, რითიც ავსებენ ერთმანეთს. ანუ ამის სახლში დასამზადებლად დამჭირდება მაწონი, დამჭირდება მიწისძვრის კარაქი და ჩიას თესლი. ამათგან ყველაზე ძვირი იქნება ჩიას თესლი. ბაზრობაზე თუ იყიდი, როგორც გიორგი აკეთებს და მთელი წლის მარაგი გვაქვს, დაგიჯდება ძალიან იაფი. არც თუ ისე იაფი დაგიჯდება მიწისძვრის კარაქი, როგორც აქ ჩვენი სნექია, თუმცა ესენი მაგარი ტიპები არიან. ამის კომპანია ხო ერთი წამოვიდა და თავის დაარსა და კიდევ უფრო გაიაფა. ტოსტი თუ არ ვწდები. ეხა კიდევ ვიღაც გამოუჩნდება და საბოლოო ჯამში საქართველოში მიწისძვრის კარაკი სულ ასე ჯიბეში ხელი ჩაყო არ მოგიწევს ისე იაფად დაგიჯდება. კარგია, მომწონს ეგრე გააგრძელოთ დინამიკა.
იმიტომ რომ მიწისქვეშ კარაქი პლუს ბანანი, რომელიც დღევანდელ შეწერამდე შეუმეჭამა და წინ არ გვიდევს ჯამში. აი ამ 10 ლარიანი პუდინგის სანაცვლოდ დაგიჯდებოდა დაახლოებით 2 ლარი. რაც ნიშნავს იმას, რომ 5 პროდუქტად ყიდულობ ერთ პროდუქტს, რომელიც კიდევ ერთხელ აქრულმასები არ გაყრია, პრობლემა არ მაქვს, ეგრე გააგრძელა, მაგრამ ჯანსაღი ყოფა თუ გინდა, აი ამ მიქსის დამზადება სახლში არაფერი უნდა. და ეხლა ესე ოსტატურად გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან ჯანსაღ პროდუქტზე, რისიც SK და სხვა მისი კონკურენტი კომპანიები, მათ შორის საზღვარგარეთ მოღვაწეობენ, ეს არის ჯუსი. იმისთვის რომ ეს ჩემი უჯანსაღესი 250 მლ-იანი დაახლოებით სითხევა წარმოო დამჭირდება. ორიც არის პორტოხალი, ერთიც არის ვაშლი და ერთს არის ლაიმი, რომელიც ნიკოლას ქსელში ვერ უშავა. არა უშავს. აი ხა ამას ხელი რომ მოვკვირი და ესე დავწურო, მივიღებ ჩემ ჯუსს. ჯუსის სიჯანსაღი არის ჯანსაღი, სხვა ბევრი ვიდეოს მაქვს ჩაწერილი და ხა ამაზე ბევრს არ გესაუბრები. გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ, ვიტამინების წყაროა კი საუკეთესო ჯანსაღი პროდუქტია ამ ნახშირწყლების და შაქრების რაოდენობა, რომელიც აქ ეტიკეტზე ვერ ჩასვა ისევ იმან რა ქვია დიზაინერმა, მაგრამ აქ მაქვს სადღაც 185 კალორია, საიდან მაგალითად შაქრების ბუმი ჯუსიდან არის მთავარი სიჯანსაღე? არა, ეხლა აქ უბრალოდ ფასი არ გავახვხულობ ყურადღებას, ვერაზროს იქნება წვენის ფასი, ხილის ფასთან შედარებით უფრო ნაკლებია, იგივე მესმის, აქ ფასი არ მაინტერესებს. აქ მთავარი კონცეფცია გადმოვიტანოთ რაოდენობაზე. ეხლა დაფიქრდი, ამას რო გადაყუნწავ 3 წუთში. ნაცვლად რამდენი დრო, ენერგია დაგიჭირდება ორი პორტოხალი რო გაფრთხნა. შეჭამო. მერე ვაშლები, უკარო გადაგწდება. გააგრძელო ვაშლის ჭამა და ამას დავუმატო ლაიმი. დანაყრების კუთხი და ჯანსაღი ყვება თუ ჩემთვის არის ხანგრძლივი ენერგია, რომელსაც მომცემს პროდუქტი, შეადარე აი ეს სამეული ამ წვენს, რომელიც დაგანაყრებს უფრო მეტად შენი ესრით. მართალია, ისე დაგანაყრებს შეიძლება მომდენო 3 საათი ჭამა არ მოგვინდეს და ამასობაში ესეც კი ვერ დაამთავრა. სწორედ ამიტომ, როცა საქმე მიდგება წვენს ჯობია სმუზი, რომელიც კასას აქვს, სმუზ და წვენს ჯობია ცოცხალი ხილი, ეხა სეზონი მოდის საფხული, გაზაფხული და ბევრი ხილი. კი არ დაწურო, მიერთვი ცოცხალ. მაგრამ ეხა ამ ვიდეოდან ყველაზე მნიშვნელოვანი რა უნდა წაიღო ხვდები? რა და ის რომ ყველა კომპანია შეუძლია თავის პროდუქტს დააწეროს რომ ჯანსაღია. მაგრამ ჯანსაღი რას ნიშნავს? ჯანსაღი არის კონტექსტზე დამოკიდებული. ამას სწორ ყვებას ვეძახით, რომელიც დამოკიდებულია შენს მიზნებზე. თუ შენი მიზანი არის გაფრენა და ვეფხვის გასწრება, დალიე შაქრები, არანაირი პრობლემა არ მაქვს. თუ შენი მიზანი კუნთური მასის მატებაა, ცხოველური ცილის პრიორიტეტი შემოდის საქმეში. ანუ ყველაფერი კონტექსტზეა დამოკიდებული. და მაშინ როცა კალორიები, ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები, ამაზე ინფორმირება მომხმარებლის პატივისცემის პირველი ნაწილია, მით უმეტეს თუ ჯანსაღი ქვია, იმიტომ რომ ამის რეგულაციები არ გვაქვს ნებისმიერ იმაში რესტორანში რომ დაჯდე, გიორგი რო უყვეთავს ხოლმე ჯანსაღს სალათას, იმიტომ რომ ტიპი 1 დიაბეტი აქვს, იღებს ამ ინსულინის შპრიცს, იმიტომ რომ კალორიები და ცილა-ცხიმი ნახშირწყალი არ წერია. აი ესე თვალს დახუჭავს, ლოცვით გადაატრიალებს, რამდენიმე ერთეულზე დაჯდება, რომ სწორი იყოს და იკეთებს. აი ეს არის წერტილი, სადაც მომხმარებლის პატივისცემის პირველი ნაბიჯია, სწორი ცილა-ცხიმი ნახშირწყალს და კალორიების დაწერა. ამის შემდგომ უკვე ჯანსაღია თუ არა ჯანსაღი პროდუქტი დამოკიდებულია შენს მიზნებზე. და ყველაზე კიდევ ერთხელ მთავარი, თუ შენთვის ჯანსაღი ყვება ასოცირდება $1 ტრილიონ-დან და ამასობაში უმარილო, უგემო და შეუმწვართან სხვა ადგილას ხარ. ამ ვიდეოებით მინდა დაგანახო სიმართლე, მინდა იცოდე, რას უნდა დააკვირდე და კომპანიებს რახან მარეგულირებელი ორგანოები არ გყავს, იცოდეთ რომ მე ვიქნები თქვენი მარეგულირებელი, ჯერ სხვა კომპანიებმა მიბაძეთ სკას და მე რესკამ ცოტა მათემატიკაში დაატრენინგოს თავისი კულინარები ან ვინც წერს ამ იმას რა ქვია კალორიულ ნორმას. ეს არის ხოლმე ზღვაში წვეთი. ეტიკეტში დაფარული ბევრი სიმართლიან სიცრუე არის ცოდნის ნაწილი. სწორედ ამიტომ თუ გინდა რომ ეტიკეტის კითხვის ნაწილი ცოტა უფრო მეტად გაშიფრო, ამისთვის მინი კურსი მაქვს ჩვენთვის მზად, დაასკანერე ეს QR კოდი ან აღწერა ნახე, აღწერაში ნახე ლინკი, გადმოდი, შეავსე ფორმა, ჩვენ დაიკავშირდებით, შემოგიყვანთ მინი კურსი, სადაც ეტიკეტის კითხვის გაშიფრვას ელემენტარულად დაიწყებ და ამის გარდა დაგვხვდება ბევრი სხვა მინი კურსი, რომელიც ჯანსაღობის გზაზე აუცილებლად დაგეხმარება. ეხლა ამდენი პროდუქტი საჭმელი მაქვს, რა დაგვიჭდა? 86 ლარი მთელი კვირის პროდუქტებს მოვიმარაგებდი, იმიტომ რომ არ გაგვიჭდეს სწავლა და შევჭამ. დროებით.